დაგვიწერა ბედის წერამ, რომ დავსყიდით და ამ თემაზე გვაქვს საშუალება ვილაპარაკოთ. ადამიანებს ზოგადად ახლა არ ევალებათ იცოდნენ საკითხის ისტორია, მთელი თავისი იურიდიული ნიუანსები. ეს რა თქმა უნდა, ეს არ იყო იზოლირებული აქტი და არ მოსვლია თავში, ცხადია ალბათ გიგაურს მსგავსი მოქმედების განხორციელება. გასაგებია, რომ ამის უკან სერიოზული ინტერესი იყო. ამან გაუხსნა გზა უცხოელებს ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვისაკენ. და ამას ერთი და იგივე ძალა კურირებს, რაც ჩანდა პირდაპირ. და იქ იჯდა ისრაელის წარმომადგენელი, რომელსაც პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ თქვენ მიწები უნდა გაყიდოთ აუცილებლად. ამ დროს რა ხდებოდა, რომ საქართველოში მიწები ღირდა ჰექტარი ღირდა $300. ამ ვითარებაში, ესე იგი, ნებისმიერ დაინტერესებულ უცხოურ ძალას შეუძლია გამოიწვიოს კატასტროფა ძალიან მცირე ინვესტიციით. რატომღაც დახარჯა ძალიან დიდი ფული, მოაწყო მართლაც სერიოზული მეურნეობა. აი მართლა გაგიკვირდება. და ყიდიან მაინც ბატონსო? როგორ არ ყიდიან? მე ვიცი რომ ყიდიან, მაგრამ ყიდიან საბაზრო ფასებში. ძლივს იპოვა თავისი საბუთი და თაგვებს დაეწყოთ ჭამა. და აი ბეჭედს რო იყვნენ მინდგრები, აი მან ინაღამ შეუჭამა თაგვმა ქონე. ბეჭედი თუ იქნებოდა შეჭმული, უკვე დოკუმენტი არ იქნებოდა. ის ადგილები, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის არის, ეს ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ. და ნელ-ნელა რა თქმა უნდა ეს ყიდიან კი? კი, როგორ არ ყიდიან. მიწები გაძვირდა ისე, რომ ევროპაში არ არის ესეთი ფასები. ისე არის საფრთხე მაგის დაკარგვის. ისი აი მაგისტრალის გეოგრაფია არ არის ევროკავშირის ევროკომისიის თანამედროვე მესეურების ლიერი ხარ. ჩვენ საერთოდ ზოგს აფრიკაში ვგონივართ, მინდა ვთქვა. ცოლი უნდა მოიყვანო თუნდაც, იმიტომ რომ ყველაფერს სახელმწიფოს ვერ დააბრალებთ. ხო. ახლა რამდენიმე ჰექტარზე საწარმო საშენება თუ არ გინდა, იქ ახლა კიტრის მოყვანით იმ ფულს ვერ ამოიღებ, ხო? რაც ამაში უნდა გადაიხადოთ. ესე იგი 2023 წელს რო დავიწყეთ ადმინისტრაციული დავა, ჯერ ერთხელ გითხრა გამარჯობა მოსამართლემ. აი იმათთვის რომ ყველაფერი ხელმისაწვდომი და მარტივად გასაკეთებელია, საჯარო რეჟჭი ამ გლეხისთვის არის მიუღწეველი. აი ახლა ვთქვათ, დადგა შედეგი და მიადგნენ ვინმე დიდ ბობოლას, გამორიცხავთ თქვენ. არა ვარ მე ახლა მოსამართლე წარმოიდგინე. მე ვარ ახლა ადვოკატი და გეკითხები რა პრეტენზია გაქვს მოქალაქესთან. მოგესალმებით პატივცემულო მსმენელებო და მაყურებლებო. სიხარულთა და პატივისცემით, დიდი მოლოდინით ერთი კვირა გავახოლმე და ჩვენ გვენატრება თქვენთან შეხვედრა. და მით უმეტეს ძალიან ბედნიერები ვართ, რომ თქვენ ძალიან აქტიურები ხართ ჩვენს ყველა პლატფორმაზე, ასე YouTube-ზე, ასევე სხვა სოციალურ ქსელებში. აქტიურობა იმას ნიშნავს, რომ გაინტერესებთ ჩვენი სამუშაო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ალბათ რადგან გაინტერესებთ და რადგან უყურებთ, ვფიქრობთ, რომ თლათ უსაგნოდაც არ ვირჯებით აქ ჩვენ მე და ლევანი არა? ეგრეა. მით უმეტეს გვეხარია ხოლმე აქ მოსვლა და ამ ლამას გარემოში სტუდიაში მოსვლა ლისი პოდკასტში, იმიტომ რომ აქ ძალიან კარგი გარემოა და ძალიან გულთბილი დახვედრა იციან. თქვენს გირჩევთ თუ გაქვთ რაიმე ესეთი პროექტები, რომელსაც სჭირდება კამერა, სჭირდება ესეთი მომსახურება, როგორცაც ეს სტუდია გთავაზობთ, ნამდვილად გირჩევთ მობრძანდეთ, კარგი ჰაერია მით უმეტეს ზაფხულში და კარგი ხალხი დაგხვდებათ. ეხლა რაც შეეხება კიდევ ჩვენი სიხარულის ერთ-ერთ საფუძველს, ჩვენი საუკეთესო სტუმარი. ჩვენი სტუმარი ყველა საუკეთესოა, მაგრამ მათ შორის საუკეთესოები არსებობენ და ესეთი გახლავთ ბატონი სოსო მანჯავიძე, რომელიც წეღან მეკითხებოდი სადმე ოფიციალურად თუ მუშაობთ მეთქი და ეთერებში მუშაობო მითხრა. ყველაზე კარგი საქმეა ჩემი. ეთეროვანი კაცი არის. იმიტომ რომ ესე ტყუილა ხო არ ივლის ამ ეთერებში, ადამიანი არის უაღრესად განათლებული. ისტორია იცის არაჩვეულებრივად, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორია. საუბარი შესანიშნავად ეხერხება იუმორის გრძნობით არის დაჯილდოებული და რაც არ უნდა მძიმე თემაზე საუბრობდეს,
ყოველთვის ისეთნაირად მოგაწვდის ამ თემას, რომ რა გვაცინებს, მაგრამ ხანდახან მე კვდები ხოლმე სიცილით და ეს ფრაზები გამიმეორებია. მოკლედ დიდი სიამოვნება გელით მიმაჩნია ბატონ სოსოსთან საუბრით. მოგესალმებით ბატონ სოსო. მოგესალმებით. მადლობა სტუდიაში მოსვლისათვის და დავიწყოთ. სად ვარ? აბა თქვენ გსმენიათ ადვოკატის ხმის შესახებ თუ პირველად ეს როგორ არა მსმენია და იმიტომაც ვარ აქ ძალიან კარგი პროექტია და გისურვებ წარმატებას. ძალიან მიხარია. ბატონო სოსო, ეხლა ჩვენ ისეთი ნიშა გვაქვს აღებული, იმდენი არის პოდკასტები, სადაც პოლიტიკურ თემაზე მსჯელობენ, რომ ეხლა ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აყავდაო, ეგეთი რამე არ გვინდა რომ დაგვემართოს. ამიტომ წუფთა სამართლებრივ. ავიღეთ ის ნიშა, ავიღეთ ის სივრცე, რომელიც შეესაბამება ჩვენს პროფესიას, იმ პროფესიას, რომელსაც ბოლო წლებია უკვე კარგახანია ვიმსახურებით. თუმცა ადრე ჟურნალისტები ვიყავით ორივე და ახლა კოლაბორაცია მოხდა ორი პროფესიის და მოგწონს ეს ამბავი. და გვინდა რომ ნებისმიერი სტუმარი, რომელიც ჩვენთან მოვა, რამენაირად დაკავშირებული იყოს სასაუბრო თემა აი სამართლებრივ საკითხებთან. და მე მოსმენილი მაქვს თქვენი არაერთი ეთერი და სულ ხან მინდოდა პირადში მომეწერა, რომ აი მეც მაქვს ესეთი თემა, ხან არ ვიცი ვერ მოგწვდით ვერ საიდან და აი ბოლოს ესე დაგვიწერა ბედის წერამ, რომ დავსყიდით ამ თემაზე გვაქვს საშუალება ვილაპარაკოთ. ეს არის უცხოელებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების თემა. მე ვიცი რომ გაქვთ ძალიან საინტერესო და მრავლის მომცველი ინფორმაცია, სტატისტიკა, ამ თემით თქვენ იყავით დაინტერესებული. თუ შეიძლება მე ეხლა ამდენს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ აღარ ჩაგეკითხოთ, აი დაიწყეთ რატომ დაინტერესდით ამ თემით, როდიდან დაინტერესდით და რა იცით დღეს, რა მდგომარეობა გვაქვს? კი ბატონო, ეს ძალიან მტკივნეული თემაა და სამწუხაროდ იმის გამო რომ ეს თემა საკმაოდ რთულია და ადამიანებს ზოგადად ახლა არ ევალებათ იცოდნენ საკითხის ისტორია მთელი თავისი იურიდიული ნიუანსებით და ისტორიული ნიუანსებით, ასევე მათ უკან მდგარი მოტივაციებით, ხო? შესაბამისად ეს თემა ხდება ძალიან ხშირად მანიპულაციების ინსტრუმენტი. ვინაიდან დაკავშირებულია თითოეული ქართველის გზნობებთან, ემოციათ პატრიოტულ გზნობებთან, ხო? ახლა ეს რასთანაირ როგორ დაიწყო, მოდი ეს თემის აქტუალიზაცია 2011 წელს, როდესაც თქვენთვის ყველა კარგად ცნობილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალეობა, მოგეხსენებათ გიგაურის გააკეთა ინიცირება, ანუ უცხოელთვის მოქალაქე ჰაიდე ჰორნკვისტი იყო ასეთი. შეატაინა სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომ ის ნორმა, რომელიც გზალავდა უცხოელებზე საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებას, ცნობილი ყოფილიყო არაკონსტიტუციურად. ეს, რა თქმა უნდა, ეს არ იყო იზოლირებული აქტი და არ მოსვლია თავში, ცხადია, ქალბატონ გიგაურს მსგავსი მოქმედების განხორციელება. გასაგებია, რომ ამის უკან სერიოზული ინტერესი იყო. შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლომ მაშინ მას ხელმძღვანელობდა ბატონი პაპუაშვილი მიიღო ეს განსახილველად საკითხი და გამოიტანა დასკვნა რომ განჩინება რომ ეს გაუქმდეს. არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ეს ნორმა და ესე იგი ამან გაუხსნა გზა უცხოელებს ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვისაკენ. ამ დროს ხდება, ესე იგი 2012 წელი დგება, მოგეხსენებათ, ახლა 2011 წელს შეიტანეს. შემდეგ ხდება, ესე იგი 2012 წლის მოვლენები, ესე ვთქვათ, უსუსლო რევოლუცია, რომელსაც სრულიადად უსამართლოდ უწოდეს ის, რომ ვითომ ტრანზიქცია განახორციელოს თავისი ნებით, ეს რომ ასე არ იყო, ალბათ ყველა მიცის, ვინც ჩახედული იყო იმ პოლიტიკურ პროცესებში და შემდეგ რა ხდება, ესე იგი, შემდეგ ხდება ის, რომ დროებით ეს საკითხი გაიყინა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ახალმა ხელისუფლებამ გარკვეული პერიოდის შემდეგ გააცნობიერა რა, რომ ეს იწვევდა სრულიად წარმოუდგენელ პროცესს, იმიტომ რომ მაშინ ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასი იყო, ფაქტიურად ხურდა დღევანდელ ფასებთან შედარებით, რასაც ვამბობდით მაშინვე.
და შემდეგ მორატორიუმი დაწესდა. დღეს ვართ ამ მორატორიუმის არა. ეს 2011 წელს ეს რო გაკეთდა, ნუ ძალიან ცოტა ადამიანმა გააცნობიერა რა მოხდა. ნუ ახლა მაქვს პატივი დაუშვათ რომ თქვა რომ ფეიცუჩი მივხვდი რაც ხდებოდა და დავიწყე ასე ვთქვათ მაშინ რამდენიმე გადაცემა იყო სტატია და ასე შემდეგ რომ ეს არის საფრთხის შემცველი და კატასტროფული ხასიათის მოვლენა. გადაწყვეტილება უკვე რა თქმა უნდა გაუქმდა ეს ნორმა ხო გაუქმდა. და თქვენ გაპროტესტეთ რომ რატო გაუქმდა? ხო ეს რა თქმა უნდა რატო გაუქმდა ეს ნორმა და ვინც იყო ინსპირატორი ჩასაგები იყო ხო და რატო ხდებოდა ეს ყველაფერი. უკაცრავად ჩაგეკითხებით ეს რო გაუქმდა ამას უცებ ხო არ მოყვა რაღაც რომ ვიღაც დაინტერესებულმა პირებმა უცბად იყიდეს ეს მიწები. რა თქმა უნდა დაიწყო შესყიდვის პროცესი. აქტიური პროცესი დაიწყო შესყიდვის. თუმცა ამას ეს მაშინ პირველ ეტაპზე პირველი ტალღა არც თუ ისე დიდი იყო, მაგრამ ნუ შესყიდვა დაიწყო, ან დაიწყო მოვლენები განვითარდა. ახლა როდის ოცნება ხელისუფლებაში. ოცნებაში მოიხსენებათ რომ მაშინ წამყვან როლს ასრულებდა რესპუბლიკური პარტია, ერთ-ერთი წამყვანი. ახლა რესპუბლიკური პარტიას და სხვა პარტიებიც ოცნება როგორც დაკომპლექტდა და ვინ იყო ამის ინსპირატორი დაკომპლექტების და პოლიტიკური ასე შემდეგ რა პირობებს ეუბნებოდნენ ბიზინა ივანიშვილს სიტყვაზე და როგორი ბრძოლა მიდიოდა ოცნებაში, ალბათ ყველამ ვიცით, ხო? ეს რითიც დასრულდა ვნახეთ. რითიც დასრულდა დავინახეთ და საითკენ გადაჯგუფდნენ ეს კოალიციის წევრი პარტიები. ამას მე მგონი დღეს ბრმაც კი ხედავს. ხო. მაშინაც იქ იყვნენ და მიშას დროსაც იქ იყვნენ სხვათა შორის და თამაშობდნენ ოპოზიციონერობას, რაც იმიტაციური დემოკრატიის ანიბანი არის, აი ლიბერალური დემოკრატიის ასე ვთქვათ მესამე ქვეყნებში არსებული ასეთი ვერსიის იმიტაციური დემოკრატია დავარქვი ჩამოწერილ რეცეპტებში ერთ-ერთია. კი, რა თქმა უნდა ეს პირდაპირ გაწერილი. ცნობილია ესა მაშინ იმიტაციური დემოკრატია და ასე შემდეგ. ამ ლექსიკას აქტიურად ვიყენებდით მაშინაც. მერე რა ხდება? მერე ხდება ის რომ რესპუბლიკური პარტიის მიერ ესე იგი ინიცირებული და ინსპირირებული იქნა შემდეგი მოქმედებები. კერძოდ მოქმედება ნომერი პირველი, ესე იგი ეს რეფორმა, იმისი, რა ქვია, ადგილობრივი იმის თვითმმართველობის რეფორმა. მეორე რესპუბლიკური პარტიის ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატმა უეცრად გააჟღერა რეგიონალებთან მიერთების ინიციატივა, რომელიც ატაცებული იქნა. მესამე მიწების გაყიდვის უცხოელებზე მიწების მიყიდვის კანონპროექტი, ანუ ეს ტრიადა იყო ესე ვთქვათ. კომპლექსში. პარალელურად გაპროტესტა, ახლა უკვე ისევ გამჭვირვალე საქართველოს მიერ, გაპროტესტა ამ მორატორიუმის კონსტიტუციურობის საკითხი. მათიას ხუტერი გამოიყენეს ამ შემთხვევაში. ერთი დანიის მოქალაქე იყო ჰაიდე ჰონკვისტი თუ არ ვცდები, მეორე გერმანიის მოქალაქე. დაახლოებით ასე. რა მოხდა შემდეგ? შემდეგ ხდება ის, რომ კვლავ ეხსნება ეს აკრძალვა და იწყება ის ცნობილი პროცესი ქართული მიწების სასულსამეურნეო მიწების შესყიდვის. პარალელურად, რა თქმა უნდა, მიდის ახლა მაშინ მეც დავწერე სტატია, რაც ესე ვთქვი, საქართველოს გეოპოლიტიკური გზაჯვარედინი დიდი გამოქვეყნდა ეს სტატია, სხვათა შორის დამირეკეს და მთხოვეს მაშინ მოსვლა და იქ არგუმენტაცია იყო ამის შესახებ, რომ ეს კომპლექსური შეტევაა საქართველოზე, რომ დაუყოვნებლივ უნდა იქნას ეს აკვეთილი. რომ ეს თვითმმართველობის რეფორმა, რეგიონალურ ენათა ქარტიასთან მიერთება და მიწების გაყიდვა ერთიან ორგანულ კავშირშია და ამას ერთი და იგივე ძალა კურირებს, რაც ჩანდა პირდაპირ. ტელევიზიებში ჩანდა, ყველაფერი ეს ჩანდა მოკლედ. და ნუ ამის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კვლავ მორატორიუმის დაწესების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს პოლიტიკური ბრძოლა გაგრძელდა და ამას უამრავი ეპიზოდი ახდა თან დაწყებული დაუშვათ იგივე მიტინგები და დამთავრებული ახლა უკვე შემეძლია ვთქვა ღიად ხელისუფლების წარმომადგენლებთან ასე ვთქვათ ფარული შეხვედრებით რომ შეგვეჩერებინა ეს პროცესი და დაუშვათ
ყოფილიყო შეთანხმებული მოქმედებები იმისთვის რომ მიგვეღო აკრძალვა. და ეს მაგალითად მე მაგალითად პირდაპირ შემიძლია მოგიყვეთ რომ აი პარლამენტში მიწვიეს მაშინ და იყო სხდომა ეკონომიკური კომისიის მედაცხონებული. კიდევ ადამიანები იყვნენ იქ. და იქ იჯდა ისრაელის წარმომადგენელი, რომელსაც პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ თქვენ მიწები უნდა გაყიდოთ აუცილებლად. სასოფლო-სამეურნეო მიწებიო. და მე ვკითხე, მაშინ ზურაბი იყო ტყემალაძე კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც სხვათა შორის დიდი როლი ითამაშა ძალიან ახლა. დადებითი, რა თქმა უნდა. რო არ ყოფილიყო მათი დადებითი ადამიანების დადებითი განწყობა და მათ ესმოდათ ეს ყველაფერი. გართულდებოდა ეს ყველაფერი. რატო უნდა გავყიდოთ მეთქი მე ვკითხე. ხო და იმიტომ უნდა გაყიდოთ რომ აუცილებელი, აბა როგორ გინდათო თქვენ ანა როგორ გინდათო რომ ფული შემოვიდეს ბიუჯეტში. უნდა გაყიდოთ. მე ვთქვა თქვენ რატო არ ყიდით მეთქი ისრაელში? თქვენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს მეთქი. ჩვენთან არაბებთან არის პრობლემები. მე ვთქვა არაბებთან კი არა გაქვს პრობლემები, სულ სხვა ვითარებაა მე ვთქვარი. თქვენთან და კარგად ვიცით რა ვითარება არის მეთქი. ვისიც არის ეს ისრაელის მიწები, ესეც ვიცით მეთქი და აქ ნუ გონიათ რომ აქ ვიღაც ჩვენ ეს გაუნათლებელი ხო პაპუა ახალი გვინეის კვიდრები ვართ მე-16 საუკუნეში მე ვთქვარ ინგლისელები რომ გადავიდნენ მეთქი და საერთოდ თქვენ აქ რა გინდათ მეთქი საერთოდ აქ ჩვენ რა უფლებით კარნახობთ ნუ ეს რა თქმა უნდა აწეულ ტონებში და განხილვას ესწრებოდა განხილვას ესწრებოდა კი არა ის იყო როგორც წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციების რომელსაც ჰქონდა ესეთი რა ქვია დიქტატურის ფუნქციები შეთავსებული და ძალიან გაოგნებული და ესე შეშინებული იყო რომ მას მოყვიროდნენ იქ ესე იგი ვიღაც ქართველი ხო აი ესეთი ვითარება იყო ახლა როგორც არიან ისინი ხო ეგეთი მასში არიან როლში შეჭრილები რომ უბედური საქართველოს მაიკლ როთი მიხეილ როთი რო ჩვენზე ვაბა ხო ეგეთი მასში ხო და ნუ ასე იყო თუ ისე იყო მოხდა ის რომ ეს დაიბლოკა და ნუ მიღებული იქნა ეს კონსტიტუციაში აკრძალვა და კანონია თუ განსაკუთრებული და უშუალოდ სახელმწიფოებრივი ინტერესები არ არის და საჭიროება არ არის არ შეიძლება ამის გარდა ამის და სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ აკრძალვა როდიდან კონკრეტულად ახალი კონსტიტუცია ეხლა ბოლოს და ეს არის უაღრესად დადებითი მომენტი რაც არის მე ვთვლი რომ ეს არის მთავარი საკითხი ახლა საერთოდ საქართველოსთვის მთავარი საკითხი ახლა რატო არგუმენტაცია ეგზისტენციალური ახლა რა შეიყო საფრთხე რაც სამწუხაროდ ძალიან ბევრს არ ესმოდა აი მიკვირდა მაგალითად რომ როგორ შეიძლება ქართულ ადამიანს არ ესმოდეს ეს რა იყო ესეთი არგუმენტები რომ ზურგზე ხო არ მოიკიდებენ ამ მიწას და წაიღებენ და ასე შემდეგ ამ დროს რა ხდებოდა რომ საქართველოში მიწები ღირდა ჰექტარი ღირდა $300 ახლა $300 რო გადავიანგარიშოთ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწები და მათ შორის მაგალითად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რო ავიღოთ რომელიც კეტავს ამა თუ იმ სოფლის სასიცოცხლო არეალს და იმ პირობებში როცა ჩვენ გვაქვს ქაოსია მიმართული და სრული ქაოსია მინდა ახლაც ვერ მოწესრიგდა ჯერ იმ შევარდნაძის დროინდელი მიწის პარცელაციის საკითხი ძალიან მტკივნეულია ანუ ძალიან ეს კიდე ცალკე საკითხია თუ გინდათ მე ვისაუბრო ამ ვითარებაში ესე იგი ნებისმიერ დაინტერესებულ უცხოურ ძალას შეუძლია გამოიწვიოს კატასტროფა ძალიან მცირე ინვესტიციით. ამის გარდა სპეკულაციური კაპიტალი არსებობს, მოგეხსენებათ, ახლა როცა ხედავს უშუალოდ კაპიტალი რომ აპოლიტიკური ინტერესის გარეშე და პოლიტიკური ინტერესი ორივეები გვაქვს ჩვენ. როცა ხედავს რომ ეს მუქთა ფაქტიურად არაფერი არ არის რა ხო წარმოვიდგინოთ 100 ჰექტარი $30,000 რას კარგავს ხო და დაიწყეს შესყიდვები და თანაც ახლა საკმაოდ ჭკვიანი ხო ვინც საერთაშორისო ინვესტორები ახლა ადამიანი რომ მოდის საიდანღაც და ამას აკეთებს დაუშვი ინდოეთიდან არაბეთიდან ევროპიდან საიდანაც რუსეთიდან მაღრიბიდან ხო მაჟრიყიდან მაღრიბიდან და ხო ასე იმას რა თქმა უნდა ჭკუაც აქვს ის ითვალისწინებს ისეთ რაღაცებს, რაც დაუშვათ ჩვენთვის იმ დროს არ იყო მაინცა და მაინც აქტუალური კი არა გამოცდილება არ იყო და ასე შემდეგ და თანაც ეს გაჭირვება ზოგს ბანკის ვალი ქონდა ზოგს ხო და
დაიწყეს ეს შესყიდვა, დაახლოებით, ახლა ვეუბნებოდი ნოდარ კაპანაძეს ბოლოს და ბოლოს მე ვთხარი იქნებ და გავარკვიოთ, მაინც რამდენია ეს დაახლოებით მე მაშინ როდესაც მოვთვალე შეიძლება მაინტერესებდა ბუნებრივია, ხო? ეს იყო 37000 ჰექტარი, რაც იყიდეს. 37000 ჰექტარი. ახლა ეს ეს მთლიანად საქართველოს მასშტაბით. ხო, საქართველოს მასშტაბით. უფრო რომელ რეგიონს? ყველგან არის ეს, მაგრამ განსაკუთრებით ქართლ-კახეთი, ქართლ-კახეთი. ხო, ახლა მაგაზეც ვილაპარაკო ჩემოსავლიან მიწებზე და ასე შემდეგ. ეხლა ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის საერთოდ მიუღებელია რომ ქართულ მიწას უცხოელი ფლობდეს გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ეს განსაკუთრებული შემთხვევებით შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, ხო? მაგრამ ეს არის სასოფლო-სამეურნეო მიწების ეს არ არის მნიშვნელოვანი ნაწილი. თუმცა ბევრი მათგანი ისეთ ადგილებშია ნაყიდი, რომლებიც სოფლების არსებობისთვის არის ესე ვთქვათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ხო, იცით ეს სპეციფიკა, საძოვარი იქნება, წყალია და ასე შემდეგ დამგვარები, ხო? და აქედან გამომდინარე, ეს არა ძალიან არასასურველი პროცესი იყო და არის. ბევრი მიწები იქნა ნაყიდი, მაგალითად იგივე თბილისის გარშემო. თბილისი მოგეხსენებათ, რომ დადი ქალაქი იყო და ამის პროგნოზირება ძნელი არ იყო და ხედავთ, ხო? ადგილი აღარ არის პრაქტიკულად. ადგილი აღარ არის და ეს მეგაპოლისია, დიდი ტერიტორიები და შესაბამისად ნაყიდი იქნა ტერიტორიები მოგეხსენებათ იქით შინდისი მის მაშინ გვახსოვს რა ფასებად იყიდებოდა კაპიკებად, ხო? ლისი, შინდისი, თბილისის ზღვის ტერიტორია თუ ამბობ, დიახ, უამრავი, ხო და ეხლა დადგა ახსოვ ქართლში ბევრ ადგილებში. ეხლა რა ვიღოთ თქვენ რომ მკითხეთ იმის შესახებ რამდენად ახლა ნოყიერი მიწები და ასე შემდეგ. მე რაც ვიცი, თვითონ კომერციული თვალსაზრისით ანუ დიდი მეურნეობა ვინც მოაწყო, ეს იყო გვარი დამავიწყდა სამწუხაროდ, მაგრამ მე ნანახი მაქვს ეს რამდენიმე 1000 ჰექტარია. ეს არის გარეჯის იქით კახეთშია მოკლედ ისეთ ადგილებში რომელიც ჩვენ მიგვაჩნია რომ აქ რა დაბნო. ხო და იქ მოაწყო იმან რატომღაც დახარჯა ძალიან დიდი ფული მოაწყო მართლაც სერიოზული მეურნეობა აი მართლა გაგიკვირდება მარტო იყო სხვათა შორის სარწყავი სისტემები ყველაფერი და დარგო იქ რაღაც აუცარი ინვესტიციები განახორციელა ეს კაცი გარდაიცვალა და იმით ირანელი იყო ის ირანელი ხო მაგათ იციან ესეთ ადგილებში რა მოიყვანა. იმათ ისეთი გამოცდილება აქვთ ახლა ირანი მოგეხსენებათ ახლა ხო. ზოგიერთ კულტურისთვის პირიქით ჩვენ რომ ჩვეული ვართ. ზოგიერთი კულტურისთვის პირიქით ესეთი მიწა არის. ხო, რა თქმა უნდა და მათ საერთაშორისო მაღალი ის აქვთ ახლა ცოდნა აქვთ ამის ხო. ხო, დანარჩენი ახლა ძირითადად ეს იყო ნაყიდის სპეკულაციური მიზნებით და როდესაც დაუშვეს აკრძალვა მოხდა შეერჩათ ესე ვთქვათ ეს მიწები დღემდე აქვთ და ყიდიან ოღონ ახლა რო ავიღოთ დაუშვათ ფასები ნაყიდზე რა ვიცი 20 ჯერ 30 ჯერ როგორც ვამბობდით რომ ეს თვითონვე ყიდიან აბა რა ანუ ბიზნესია ეს შემიძლია არაფერი არ წააგეს არა რა თქმა უნდა არაფერი არ წააგეს მუქთად იყიდეს ის ფული საერთოდ ფული არ არის რაც მათ გადაიხადეს დღეს ის ფული საერთოდ კომედია არის იმიტომ რომ და ყიდიან მაინც ბატონსო როგორ არ ყიდიან მე ვიცი რომ ყიდიან მაგრამ ყიდიან საბაზრო ფასებში კი ბატონო მაგრამ ეს ხო ერთი გამოსავალი არა ვერც წართმევ ეს ხო ერთ-ერთი გამოსავალია თუ კი რაღაცა მობილიზება შეიძლება რაღაცა ძალების და თანხის მოხდეს და გამოვისყიდოთ ახლა მართლა მესაკუთრეს ესე ვერ წამოკრავ ხელს არა ეგ შეუძლებელია იმიტომ რომ ეს არის დარღვევა ყველაფრის გამორიცხულია და ანუ რადგან ყიდიან ეს კარგი ამბავი რა თქმა უნდა ყიდიან ახლა მეორეს მხრივ რო იცოდეთ ახლა ჩვენ ატომღაც რაღაცებს მალავთ და არც კეთილგანწყობა არ არის სახელმწიფო ორგანოების იმისთვის რომ დაუშვათ ისინი განვითარდნენ იქ ისე როგორც უნდათ არ არის ესეთი კეთილგანწყობა მინდა გითხრათ იმიტომ რომ ახლა ჩვენ ასე კი ყავს ცალკეული პერსონაჟები ვინც ესე იგი ასე არ ფიქრობს მაგრამ ძირითადად ახლა ქართველები მაინც ჩვენ ვერ ვაფასებთ და საკუთარ მიწაზე ქართლის აქვთ დაცვის ინსტინქტი აქვთ ნამდვილად განსაკუთრებით ქართლში ერთ-ერთი მეუბნებოდა აი ხომ მთელ საქართველოში ქაოსია
აი მცხეთა მთიანეთის აი რეგიონში მიწების ახლა მიღება ჩაბარების აქტებით ხო უნდა პრივატიზაცია რომ მოხდა და ჩემი ოჯახის საქმეზე ვეძებდი რომ ბებიას გადასცეს მიღება ჩაბარების აქტი და ქალს ქონდა შენახული დენის ქვითარს და გაზის ბალონს რო ყიდულობდა იმის ქვითრებიც კი ქალს შენახული ქონდა მიღება ჩაბარების აქტი როგორ არ ექნებოდა და ეს თუ არ იყო მაშინ საგადასახადო სიაში უნდა ყოფილიყო მოკლედ ვეძებე და დუშეთში არ იყო და გამაგზავნეს გორში წადიოდა აი რა ვნახე იცით ამას გიყვებით ერთი 2010 წელია დაახლოებით ესე იგი მთელი დუშეთის მცხეთის ყაზბეგის თიანეთის საბუთები ჩაბარეს გორის საგადასახადოს და გამიღეს კარები არქივი არის ესაო და ესე ყრია ერთმანეთში არეული ბარისახოს მიწა იმისი მუხრანის მიწასთან აბსოლუტური ქაოსი ეს როდის ხდება 2010 წელია დაახლოებით და ბოლოს ნუ აი არ ვიცი რა დავემუქრე იმ არქივის უფროსს რომ სანამ არ გამიტელევიზორები ეს რა არის მე ვთქვი ეს იმისთვის გადმოგწეს რომ ერთმა ქალმა ძლივს იპოვა თავისი საბუთი და თაგვებს დაეწყოთ ჭამა და აი ბეჭედს რო იყვნენ მიმდგრები აი მან კიდევ შეუჭამა თაგვაქონე ბეჭედი თუ იქნებოდა შეჭმული უკვე დოკუმენტი არ იქნებოდა ეს და მაგრამ გორის რაიონშიო მითხრეს გორშიო ნუ მართალია მეტრიანებითა და ნაბიჯებით, მაგრამ გადაზომელი და ყველამ კარგად იცოდა, ქართველებს ცოტა სხვა დამოკიდებულება აქვთ მიწის მიმართ. კი ბატონო, კი, ნამდვილად, მაგას ყველა აღნიშნავს. კი. კახელებსაც. ანუ შემოსავლიანი მიწა სადაც არის. შემოსავლიანის გარდა მენტალობა ახლა სხვა საერთოდ ის აღნიშნავდა გოგებაშვილი. ანუ ნელა გვიბრუნდება ეს მიწები. გოგებაშვილი რას ამბობდა? გოგებაშვილი ამბობდა ქართველებზე რო ისაო ესენიო მოკლედ ქართველების კონსერვატიზმი და საკუთარ ამ ტრადიციის და მიწის მიმართ ერთგულება ცნობილია ხა ხო ყველაზე მეტად დამაგრებული არიან თავის ადგილებში სწორედ ქართველები. მიუხედავად იმისა თბილისი აქ არის. თბილისი კარშია. არა 2008-ში ის რო იყო ომი და კარალეთს მოადგნენ იქ ნაცისავები ყავს ჩვენ და რამდენიმე 3-4 დღე იყვნენ აქეთ და გამიშთ კაცო კომბოსტომა გასაღებიოდ ისეთი გავარდა ეს კაცი ჩემ მეუღლის ბიძაშვილი კომბო რა რუსებიო კომბოსტო უნდა ავიღო და ვერ გავაჩერეთ კაცო ის ომიც რა ის ხალხი როგორ წამოვიდა იქ იმ ხალხს იქიდან ვერავინ ვერ აყრიდა ვერავინ ვერ აყრიდა ამას რო გაეკეთებინა ეს საშინელი პროვოკაცია აი შიდა აი ის ცხინვალის რეგიონში ფრონეს ხეობას ლიახზე ძურავერ უკნეს ერთი ომი რო გადაიტანეს ისე ვიქებო ის ძურავერ უკნეს იმ ხალხს ესეთ მებრძოლი და პატრიოტი ხალხია სიძე მყავს თამარაშნელი ო და საოცარი ხალხია ესენი და თან საბოლოოდ ეხლა რა აი რამდენი ანუ 37 ჰექტარი ბძანეთ ხო თუ რამდენი 37000 ჰექტარი ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაციისთვის ვიხწვით მინდა ვთქვა და უნდა ვიცოდეთ ეს და ამის გარდა ის მნიშვნელოვანი ისინი რა ქვია ის ადგილები რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის არის ეს ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ და ნელ-ნელა რა თქმა უნდა ეს კი როგორ არ ყიდიან ყიდიან იმიტომ რომ ეკონომიკურ თვალსაზრისით ახლა როგორ წარმოგიდგენთ სოფლის მეურნეობის წარმოება საქართველოში აუშვათ აი ესეთი თუ რაღაც ტექნოლოგია დიდი ფართობი არა და დიდ ფულს არ დახარჯავდა ეს ძალიან რთული საკითხია მოგეხსენება ჩვენ ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა დაგვენგრა თავზე ხო რაც გამოდის რომ რაღაც პოლიტიკას აყრენ იმ პერიოდში და ეგონათ რომ რაღაც არაფერი იმათმა მოიგეს მე ხა ვიცი იყიდეს დაუშვათ ფარტი ნუ მიწა იყიდეს და დახარჯეს რაღაც $20,000 და აიღეს $200,000 რა შედადებდნენ რა შეჭადებდნენ ფულს ბატონსო რა როგორ ფიქრობთ რაღაცა ცალკე უწყება ხარ შეიძლება შევქნათ რომ შეისწავლოს ვისი რა არის სად არის როგორ იყიდება რა ღირს და მე რა ვიცი რაღაცა შესავლილი აქვს აქ შესავლილი თავრობას და მე რა გავი შევისწავლეთ და შედარებით მან არის ერთი ნიუანსი ახლა არის საფრთხეები მაგასთან დაკავშირებული მაგალითად იგივე ვინ როცა მიწა გაძვირდა და ამის გარდა საქართველოს მოქალაქეობა გახდა ერთგვარი ნუ გაძვირდა საქართველოს მოქალაქეობა მოგეხსენება ხონების ქონა არის ერთ-ერთი ფაქტორი ხონების ქონა და ინტერესი არის გაძლიერებული მიზეზთა გამო სხვათა ანუ ნუ გარკვეულწილად ახლა საქართველოს მიმზიდველად გამოიყურება მთელი ქვეყნებთან შედარებით გახსოვთ პატრიარქიც ხონებული რომ ამოდა მთელი სოფლიო დაიძრება და აქ ჩამოვაო და
აი მე ვერანაირად ვერ წარმომედგინა ეს როგორ შეიძლება მომხდარიყო. დრამატულად შეცვლილია ვითარება ალბათ დაუშვათ ძალიან უნდა დაიბნოო თავი რომ ვერ მიხვდე ხო რომ რაღაც სხვა ხდება. მიწები გაძვირდა ისე რომ ევროპაში არ არის ესეთი ფასები ახლა. ხო. ახლა ამას რო ვამბობდი მე ის არა ქვია შენ გიჟი ხო არა ხარო ჩემმა ერთმა ახლობელმა მითხრა მე ვთხარი ეს გახდება უფრო ძვირი იქნება საქართველოში მიწები ვიდრე დაუშვათ პოლონეთში და ვიდრე სხვაგან მეთქი იმიტომ რომ დაედება ფასი ეს ისეთი ქვეყანაა რომელიც თუ არ არის თუ არ ინგრევა აუცილებლად აქ ესე იგი შენდება იმიტომ რომ ესეთი გეოგრაფია ხერ ჯეფრი საქსმა რო თქვა თქვენ გერჩენი თუ შავი ზღვის ქვეყანა ხართო ანუ შავი ზღვა ეს ტერიტორია იმის გამო რომ აქვს აი ეს ფუნქცია და ზღვაზე გასასვლელია ხო ეს არის ძალიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ისა და ჩვენი ხერხემალი უნდა გახდეს ჩვენი ის რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს სისხლითა და ოფლით რაც შევინარჩუნეთ რა და ღვთისმხალობით ეს ღერძი დაუშვათ რომელიც არის თბილისი იმის ფოთის ღერძი ასე ვთქვათ ხო ეს წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს აი ლოკალური გეოპოლიტიკის ის არის რა ქვია აი ღერძი ხერხემალი რა ხერხემალია ხო თბილისი ფოთის მაგისტრალი ხო ეს ღერძი რა თბილისი ფოთი და იქით კახეთი და ასე შემდეგ ანუ ღერძები რო ავიღოთ რა ასე ღერძული სისტემა ხო და შესაბამისად ახლა ეს ხერხემალი ეს სატრანზიტო ფუნქცია უნდა გახდეს ის ლოკომოტივი, რომელმაც სხვა ნიშებიც უნდა გააქტიუროს, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ შემოსავლები რა. რო ქვეყანაში დაუშვათ ღირსეული ცხოვრების საშუალება ქონდეს საქართველოს მოქალაქეს. დაცულობის თვალსაზრისითაც უსაფრთხოების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების თვალსაზრისით. იმიტომ რომ სხვადასხვა ქვეყნების ინტერესები როცა დევს ამ ტერიტორიაზე თავისივე ინტერესებს ხო არ დაუპირისპირდებიან. ხო, ეგრეა, რა. სხვა ქვეყნების როგორ ინტერესებს გულისხმობ? აი სავაჭრო მისვლა, მოსვლა და საგზაო. აი ტვირთი მე მახსოვს ისე არის საფრთხე მაგის დაკარგვის. რისი? აი მაგისტრალის. საფრთხე ყოველთვის არის ახლა. საფრთხე არის ახლა გაუშვათ ევროპელები უკმაყოფილო არიან იმით რომ ჩვენ არა გვაქვს რადიკალური პოზიცია რუსეთის მიმართ. გაუშვათ ამერიკელები უკმაყოფილოები არიან იგი უილსონის ცნობილი სკანდალური პოსტი და იქ ფარულად რასაც ელაპარაკებიან ჩვენ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში მუქარით მაგალითად ირანთან დალაგებული ურთიერთობები. ვიღაცას არ მოწონს ჩინეთთან დაუშვათ ეს შეიძლება რუსეთსაც არ მოწონდეს მაინცსა და მაინც რომ ჩინეთთან გვაქვს დაუშვათ ჩვენ ასეთი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. იქ თურქეთ შეიძლება არ მოწონდეს რომ დაუშვათ ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ პარტნიორობა ეს კარგი ურთიერთობები გვაქვს ირანთან და დაუშვათ რუსეთთან არ ვამწვავებთ ურთიერთობას მიუხედავად იმისა დიპლომატიური ის არა გვაქვს. და ჩინური ტვირთების საქართველოში და ჩინური ინვესტიციების მაინც არ ეპიტნავებოდეთ. თუმცა თურქეთი ამ შემთხვევაში უფრო სხვა პოზიციაში. ხო, იქ ხდიახ იქ შეიძლება ისრაელს კონდეს გარკვეული უკმაყოფილების მომენტები, რომ ჩვენ ირანთან გვაქვს გარკვეული არ ვამწოვებთ ურთიერთობას ირანთან. პირიქით გვინდა რომ ირანთან კონდეს ესეთი ნორმალური ურთიერთობა მიუხედავად იმისა, რომ იქ დაუშვათ რა დამოკიდებულება აქვს ნეთანიაჰუს და ტრამპს. ხომ ამის მიმართ. ანუ რა თქმა უნდა ეს დიდი სახელმწიფოების ურთიერთაუტანლობა და ურთიერთის მტრობა ხო იღვრება ჩვენ სიტუაციაზე და ახდენს გავლენას ამა თუ იმ დიდი სახელმწიფოს აგენტურის მეშვეობით საქართველოში და მათზე აყოლილი კიდე შეუგნებელი რა თქმა უნდა დუხს რა თქმა უნდა შეუგნებელი ჩვენი თანამოქალაქეებს რომელსაც იმდენად აქვთ ესე იგი უკმაყოფილება და სიძულვილი საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ძირითადი მოტივი რა არის რომ თვითონ არ არიან ამ ხელისუფლებაში ისე რომ ავიღოთ რა სინამდვილეში мотиваცია რომ გადაფხიკე და მიიღებ და ამ ჩვენ ამ ადამიანებს მართლა ჭამს ეს პატივმოყვარეობის მატლი მართლაც ერთი მომენტი ძალიან დიახ ყო აქტუალური იყოს სომხეთის ჩანაცვლებით საკითხი მაგრამ მე მინელდა ეს ეთყობა რაღაცნაირად აღარ მუშაობს ეს
სომხეთი ახლა რა თქმა უნდა გეოგრაფია არ არის ევროკავშირის ევროკომისიის თანამედროვე მესვეურების ძლიერი მხარე. ჩვენ დავინახეთ ესე იგი ირანს როგორ პოულობდნენ რუკაზე, მაშინ როდესაც სანქციებს უწესებდნენ ირანს. და ნუ იქიდან 10-დან 9 ვერ იპოვა სად არის ირანი ახლა და ხო ვნახეთ ჩვენ მით უმეტეს ვერ გვიპოვიან. ჩვენ საერთოდ ზოგს აფრიკაში ვგონი ვართ, მინდა ვთქვა, ეს გასაოცარია ეს გეოგრაფიული, ტოპოგრაფიული კრეტინიზმი. კი არა, საქართველოში, აი თქვენი ტერმინია ტოპოგრაფიული კრეტინიზმი. აი წარმოიდგინე, საქართველოში რო გამოხვიდე და ჩაატარო ექსპერიმენტი კამერით და უთხრა, აი შენ გლობუსი გინდა თუ რუკა გინდა, მე სამწუხაროდ მგონია რომ 10 ადამიანიდან 9 ვერ იპოვის. სად არის საქართველო? სამწუხაროდ ესე ძალიან დაბლა დაეცა, მაგრამ მეორე მხრივ ახლა რო ავიღოთ ჩვენ სახელმწიფო აპარატი. მიუხედავად იმისა, როგორ დამოკიდებულება გვაქვს, ხო, მათ მიმართ დაუშვათ პოლიტიკური თვალსაზრისით თუ უკმაყოფილება დაუშვათ ნეპოტიზმი იქნება კორუფცია 1000 რაღაცა. კი, კაცო, პრეტენზიების მეტი რა გვაქვს? სახელმწიფო ისეთი რამ არის, რომლის მიმართაც სულ არის პრეტენზიები, ხო? მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს მანიაში და აკაც უკის. ანდაზა რო არის, ცოლი უნდა მოიყვანო თუნდაც, იმიტომ რომ ყველაფერს სახელმწიფოს ვერ დააბრალებთ. ხო. ესეც ისა მაგრამ ახლა დაუშვათ მიუხედავად პრეტენზიებისა პარლამენტის წევრებს ნამდვილად არ მოუვათ ეგეთი ტოპოგრაფიული კრეტინიზმები ნამდვილად. მე ჩვენებს ნამდვილად არა. კი, და მაგაში მოვართ დარწმუნებული, იმიტომ რომ ანუ ეს საკანონმდებლო ბაზა მიწასთან დაკავშირებით ჯერჯერობით აკრძალულია კონსტიტუციის დონეზე. ეს კონსტიტუციით არის აკრძალული და ყველაზე დიდი ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ვერაფრით სამწუხაროდ ზოგიერთმა манипуляტორმა ვერ გაიგო რაშია საქმე, ან არ გაიგო. და მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ დაუშვათ მუდმივად აბრალებს დაუშვათ იმ ადამიანებს, ვინც ამაში ესე იგი სისხლი ჩააქციეს, იმათ აბრალებს, რა ქვია, პირიქით იმას რომ არ უფრთხილდებით ჩვენ იმას ქართული მიწების საკის. პირდაპირ გეუბნებით, ესე იგი ახლა რაში მდგომარეობს პრობლემა? პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გადაყვანა ხდებოდა არასასოფლო სტატუსში, სასოფლო სამეურნეო მიწების სტატუსი იცვლებოდა ასე. რა შემთხვევაში იცვლება ეს? თუ დაუშვათ პროექტია, გარკვეული პროექტია, ქალაქის ან კურორტის ან რაღაც ისეთი მშენებლობის, გაქვს სასოფლო სამეურნეო მიწები, გინდა უცხოელი ინვესტორი და იმისთვის რომ დაუშვათ ის უცხოელი ინვესტორი შემოვიდეს ფულით მას ხო უნდა კონდეს მიწაზე საკუთრებაც, იმიტომ რომ გარანტირებული რო იყოს თავის ინვესტიციით, ხო? და აქედან გამომდინარე, რომ შეეცვალოს ეს სტატუსი. ხო, ახლა აქ მთელი რიგი მომენტები მაგ ხერხის კარგად ხო, რა თქმა უნდა. ეგ არის საუკეთესო ხერხი. ხო, საუკეთესო ხერხია, მაგრამ მეორე მხრივ იმისთვის რომ დაუშვათ შენ დიდ ფართობს ამას ვერ გადაიყვან ახლა რა დაუშვათ ტესლას ქარხანას თუ აშენებ ხადი უნდა შევწო დიდი იქნება ეს ტესლას ქარხანა და რა ეგეთ ქარხნები ჩვენთან არ შენდება ზედმეტად დაუშვათ თუ რაღაც საწარმო უნდა აშენდეს ეს არის დაუშვათ რამდენიმე ჰექტარი ხო ახლა რამდენიმე ჰექტარზე საწარმოს აშენება თუ არ გინდა იქ ახლა კიტრის მოყვანით იმ ფულს ვერ ამოიღებ ხო რაც ამაში უნდა გადაიხადო და ამის გარდა ამ პროცედურის ჩატარება ძალიან რთულია. აი ძალიან რთულია. იმიტომ რომ იქაც ხედან ადამიანები, რომ ჩვენ გქონდა დიალოგი რამ ხელმძღვანელობასთან, იმიტომ რომ მე სულ ამაში ვცდილობ რომ საქმის კურსში ვიყო ამ თემაზე რა. ეს დააცადე. არა, მე ეს შეეხება უცხოელებს, მაგრამ აი ჩვენ გვაქვს პრობლემა ასევე სისტემური და სპორადული რეგისტრაციების. თვითონ შიგნით და ამ თემას თუ შეხებიხართ და თუ ამ თემაზე იმიტომ რომ თვითონ საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ ბოლო ხანს იმსეთი არეულია სიტუაცია. ეხლა რა ხდება ამასთან დაკავშირებით? ამას ალბათ შეუიარაღებელი თვალით დავინახავთ. უამრავი მიწები რეგისტრირდება, სისტემური სპორადული რეგისტრაცია ხდება და ორ კაც მოწმე დაიყენებენ და ნამთავრ. დიახ და მეორე წუთში იხილავთ მე ამას გამოტანის Facebook-ში, ან დაუშვათ სხვადასხვა ქსელებში.
რომ იყოფა ეს მიწები და იყიდება მათ აგარაკებად და ასე შემდეგ. სააგარაკეთ 7 გარემოში ჩიტების ჭიკჭიკი ჩაწერილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და ეს უკვე იმდენად პროცესი იმდენად უკვე გაფართოვდა, მასშტაბური გახდა, რომ ნუ ამრავი მიწები დაიდო. იმიტომ რომ ყველას გასაგებია რომ ახლა რო ავიღოთ არითმეტიკა, ხო? სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი ერთია და დაუშვათ სააგარაკიან სამოსახლოს ფასი სხვა არის, ხო? შესაბამისად ახლა უამრავი ესეთი ის დაიდო, მაგრამ ეს საქართველოს მოქალაქეების წიაღში ხდება, რა თქმა უნდა, ბაზარი ამით გადახურდა ახლა და ნუ ფასები არ ეცემა, ხო, ფასები არ ეცემა. იცით რა არის, სააგარაკეთ ვერანაირად ვერ გაყიდის თუ არ შეუცვალა დანიშნულება. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომ სააგარაკეთ გაყიდო, იქ უნდა იყოს დანიშნულება შეცვლილი თუ არა, სახლს ვერ ააშენებ. არა, სხვათა შორის სასოფლო-სამეურნეო შეიძლება ააშენო. სასოფლო-სამეურნეო არასასოფლოდ ეცვლება იმ შემთხვევაში, თუ რაღაც პროექტი გაქვს. ანუ პროექტი ღირებული პროექტი გაქვს რა, უნდა დაასაბუთო და თუ დაუშვი შენ გინდა რომ იქ ააშენო სახლი, არავინ არ გიზღუდავს არა, არ გიზღუდავს, კი ბატონო, მესმის. ეხლა ნახე რაც შენ თქვი, ლევან დაახლოებით ეგეთი ერთი საქმე მაქვს, ხა არ მინდა კონკრეტული არც ადგილის და არც დროის დასახელი, იმიტომ რომ გამოძიება როგორც იქნა, არ მოველოდი სხვათა შორის ვასტი ყურადღებით მიუდგებოდნენ, მაგრამ დაიწყეს გამოძიება და გორში მიმდინარეობს გამოძიება. აი მოხდა ესეთი რამ. ესე იგი ადგილობრივი ადამიანებისაგან მიწის ნაკვეთი შეისყიდეს. დიდი ფართობებზეა ლაპარაკი. შეისყიდა ერთმა კომპანიამ. შემდეგ ამ კომპანიამ წილი გაასხვისა უცხოელებზე. და წილის შესაბამისად საკუთრებაში ხო გადავიდა ეს მიწა, ანუ პირდაპირ მიყიდვით კი არა. კომპანიის საშუალებით გახდა მათი საკუთრება და 51-59 ახლა ვითომ ესენი საკონტროლო პაკეტს, მაგრამ იმდენად საეჭვო არის, რომ ჩავხედე მე წილები როგორ არის განაწილებული, რომ 59% წილის მფლობელმა 1% წილი გაყიდა ისევ თავის იანზე, არც ეროვნებას ვასახელებ, არც სახელმწიფოს. და მოგებას როგორი ნაწილებენ 1% წილის მფლობელის მოგება ააჭარბებს 51% წილის მოგების, ანუ ესე შეთანხმდნენ მხარეები ახლა რა გინდა რომ გააკეთო. ნუ ამას ქვია თაღლითური გარიგება. ხო, და ეს ყველაფერი ახლა მე რას ვაკეთებდი, ბამბას ხო არ ვარჩევდი. ესენი ისე გადავხედენ რომ მიადგნენ ერთ-ერთ გლეხს, რომელსაც აქვს იქ მიწა და ფლობს იმ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით რომ გითხრეს რა შენია რო ქვია. და ეკუთვნის მოღობილი აქვს, მუდმივად დათესილი აქვს და შეავიწროვეს იქიდან აქედან იქ ვიღაცები მოგეთ პატარა 3000 კვადრატ წართვეს, აქეთ პატარა წართვეს და ასე ალყაში ყავთ ახლა ეს კაცი მოგწეული და ეს აწოება ეს კომპანია რომ მომყიდეოდა დარეგისტრირებაში დაგეხმარებიო, ხდებით? ეს შეჯდა ჯორზე და არა ჩემია მჭირდებაო, არ ვყიდიო და არის ერთი ამბავი. ესე იგი 2023 წელს რომ დავიწყეთ ადმინისტრაციული დავა, ჯერ ერთხელ გითხრა გამარჯობა მოსამართლემ. მე ეს საქმე აფეთქდა 3-4 მიმართულებით, იმიტომ რომ სხვადასხვა ადამიანებმა იმათი ხელშეწყობით და საბოლოოდ სადამდე მივედით. საჯარო რეესტრში მოქმედებს მაფია. დავარაუდოთ ახლა მოდი პატივიცეთ პროფესიას, ხო, აი ხდებით ადამიანისთვის, რომელსაც ეკუთვნის ეს და უნდა მისცენ იმის შეზღუდულია ყველაფერი და ადამიანები რომლებიც აი ახლა გამოძიება დაადგენს და დაკავშირებულები არიან აი იმ კომპანიასთან, ვინც იქ მოედო და 600 კვადრატულებად თან იმაში უწერია წესდებაში რომ უძრავი ქონებთ ვაჭრობ ჩვენო ალალად. აი იმათთვის რომ ყველაფერი ხელმისაწვდომი და მარტივად გასაკეთებელია, საჯარო რეესტრში ამ გლეხისთვის არის მიუღწეველი. აი ამის მტკიცებაში ვარ ახლა ორ ფრონტზე, იქ სამოქალაქო იმითი ადმინისტრაციული წესით, იქ საგამოძიებო სისხლის სამართლის წესით. აი ამ საჯარო რეესტრში ძნელი არის ამის აღმოჩენა, ვინ არიან ეს აი ესე
ნუ ახლა კორუფცია გავიგეთ, მე დაიჭირეს ძალიან მაღალი თანამდებობის პირები და აღარაფერი არ გვიგვირს. საჯარო რესტს რატო ვერავინ ვერ ერევა? არ ვიცი, ახლა მაგი ძალიან კარგი საქმე დაგიწყიათ. ომში ვარ, ჩვეულებრივ ომში ვარ. მეც მაქვს ასეთი საქმეები. ეს უნდა რა თქმა მეც უნდა. მაქვს ესეთი საქმეები. გამოზიებაში რა. მიმდინარეობს და ადმინისტრაციულ წესითაც მიმდინარეობს, მაგრამ ერთი საქმე მაქვს. ბოდიში თქვენ და ბატონო. რომ შევიტანეთ უკვე რეგისტრაციაზე ნამდვილად რო ეკუთვნის და რაღაცა და გვეუბნებიან ზედება მიწის ნაკვეთთან სოფელ დიღომში ვარ არეგისტრირებს ჩემი კლიენტი და ზედებაშია მატანთან. აჰა. კახეთთან. ახმეტაში. ახმეტაში და სად ერიკლე. ცოტა მე მის თქმა მინდა რომ რეს რომ საუბრობ ცოტა არა პროფესიონალი. ძალიან ბევრი არაპროფესიონალი. რატო ესეთი დაცული ეს რეესტრი ამ მიმართულებით, რომ ვერავინ ვერ ეხება? რეესტრი არის ამ სისტემის გული. და მაგის გარდა ახლა ეს უწევს მართლაც ესეთი ტიპის კაზუსების გასწორ იქ ძალიან სერიოზული კოლოსალური მოცულობა არის იმის. აი ხა ბატონსო თქვენ გამორიცხავთ რომ თუ გამოძებით დადგა შედეგები. ახლა ეს იქ რო ჩავედი მე და ჩავიყვანე ეს ჩემი დასაცავი პირი გამოკითხვაზე ვახდი. აი თავი არ უჩანდა გამომძებას და სულ ყველა იყო მიწების აი ესეთი გამწარებული გამოძიება მიმდინარეობს მართლა და ვინახე მე შედეგი. სხვათა შორის ამას აკონტროლებს ძალიან მკაცრად კონტროლდება ეს უსაფრთხოების ორგანოები. მე საჩი ვარ დავწერე უსაფრთხოების სამსახურის სახელზე და ძალიან მკაცრად კონტროლდება. უსაფრთხოების სამსახურმა გადაგზავნა გამოსაძებლად დაუწერე გნებავთ თქვენ გამოიძიეთ მეთქი. გნებავთ გადაეცით პროკურატურას ოღონდ გამოიძიეთ. აი ხლა თქვათ დადგა შედეგი და მიადგნენ ვინმე დიდ ბობოლას გამორიცხავთ თქვენ. არაფერს არ გამორიცხავთ რა ბობოლების მეტი რა ვნახეთ ჩვენ აგერ ზოგიერთი საკანშია, ზოგი მეორე საკანშია. კი ბატონო. ხო. ეხლა ზოგიერთმა ეს აღიქვა როგორც დაუშვათ იმის მტკიცება რომ სისტემაში არის კორუფცია ყველა სისტემაშია. კი ბატონო. სისტემას კორუფციის გარეშე ვინერ ადამიანის ბუნება სანამ მეორეთ მოსვლა არ იქნება ნებისმიერი სამწუხაროდ გრას მაგონებს იცი ტყეში დათვი დამგელი სულ არის სულ მაგრამ შენ ხო არ ნიშნავს რომ დათვა დამგელმა უნდა შეგჭამოს აი მაგალითად საჯარო რეესტრის თემაზე მინდა ერთი რამ თქვა ყველასე გადაუწყვეტადი და მოდი რა ვქნათ ციელზა აუცილებლად დავგეგმოთ რომ იქნებ საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახური მოვიწვიოთ. აი მე და კარგს ვიზავთ, იმიტომ ვიზავთ კარგს, რომ ზედებასთან დაკავშირებით, აი მაგალითად, რომ ვარეგისტრირებ სოფელ დიღომში და მეუბნება, რომ ზედება არის კახეთთანო. მოვიწვიოთ წარმატებული და უთხრათ, რომ სავარაუდოდ მაგრამ ხარვეზია სერიოზული. ხო, როდესაც დაიწყეს შევადაძის დროს ეგრეთ წოდებული რაღაც სერიოზული პროგრამა იყო, EU-SAID-ის პროგრამით გადაფრენით ხდებოდა ხო ყველაფერი შემდეგ უკვე აი ეს პროგრამა რომ აღარ არსებობდა და უკვე დაიწყეს სისტემური დაუზუსტებელი ეს იყო დაუზუსტებელი მაგრამ ამ დაუზუსტებლობამ ამ მე განხორციელებულმა ზედებამ მოიტანა ის რომ დღემდე ეს არ არის რეგულირებული ეს სასამართლო პრაქტიკაც სასამართლო პრაქტიკაც ძალიან ცუდია სასამართლო პრაქტიკა გეუბნება რომ ის ზედებაშიაო შეგიძლია ბათილაცნობა მოითხოვო მისი და როდესაც პიროვნებას უნდა რომ თავისი რაღაცა განავითაროს და სასამართლო გზელდება 5 წელიწადი და 10 წელიწადი და ერთხელ გამარჯვებას გეტყვის 10 წელიწადში მოსამართლე ეს უკვე აღარ არის ეგ არის საშინელება რომ სასამართლო სისტემა არ გადატვირთული ხომ შეიძლება კოლაფსში ვარ ხომ შეიძლება აი დადგინდეს ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს მაგალითად ასეთ თემებზე საექსპერტო თუნდაც ექსპერტიზის გადაწყვეტილებით და აღარ გაყვე მე დარეგისტრირდეს და აღარ გაყვე სასამართლოს და აი მე ახლა ექსპერტიზაში წავა კორუფცია აი ახლა რაღაცას ვიტყვი მე მაგაზე ძალიან საინტერესო არის დაუშვათ ის რომ უნდა შედგეს აი პროგრამული შეცდომები ახსენეთ თქვენ ხო და ახლა თანამედროვე ტექნოლოგიები, კერძოდ ხელოვნური ინტელექტი, იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ კვალიფიციურად ამას მიცემ მიმართულებას
ხომ და შეიყვან იქ სწორად ინფორმაციას, შეიძლება რომ გააიოლოს, გაასწოროს ეს ქაოსი, იმიტომ რომ ფაქტურად დაიჭერს და რა თქმა უნდა ციფრულია უკვე გადაციფრულებულია მთელი ინფორმაცია, ხო, აღარ არის ის მდგომარეობა, დაგვირო ბეჭეც ჭამდა, ხომ, ასე ვთქვათ, ვერ შეჭამს იქ. არის სერვერებში ეს და ეს როცა დაუშვა თუ ამ განზრახვა იქნა ხომ აი მოთხოვნაც ეგ უნდა იყოს რომ ის ხარვეზები რომელიც არის როგორც სასამართლო სისტემაში იმიტომ რომ უამრავი საქმე არის გაჭედილი ახლა ფაქტიურად 800 რამდენი მოსამართლე ყავს ჩვენ თელ საქართველოში რამდენი ყავს არ ვიცი მაგრამ თვითონ მოსამართლეს რომ 2000 საქმე აწერია ეს ვიცი ახლა ეს ფიზიკურად შეუძლებელია რომ მოსამართლემ ამდენი საქმე განიხილოს და ელოდო ამავე დროს ამის დაუშვათ შედეგს დადებით მე ახლა ისეთ სწორად იმდენი აბსურდული გადაწყვეტილება ვიცი მარტო მე რომელიც არა ვარ ხო ამ საქმეს არა ვარ ამას დასაქმებული ახლა რომ დავიწყო ჩამოთვლა შეიძლება დაუშვათ ჩვენ დილამდე ვიჯდეთ აქ ხო და ეს არის სრულიად წარმოუდგენელი მდგომარეობა და საჭიროა ამ პრობლემის იდენტიფიკაცია რაც შეიძლება მწვავეთ რასაც აი თქვენ მაგალითად თქვენი პოდკასტი მაგალითად ძალიან პროფესიონალურად მიუდგება დარწმუნებული ვარ საჯარო რეესტრიც პრობლემა ხომ უნდა გადაწყდეს ეხლა მე არა ვარ იმის მომხრე რომ დაუშვათ საქმეები ადამიანის გარეშე წყდებოდეს და ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს დაუშვათ მივანდოთ ადამიანების ბედი მით უმეტეს ის საკმაოდ დაუხვეწავია ამის ეგ ხო და თანაც დაუხვეწავია და სანამ ის ვერ შევა დაუშვათ ნიუანსებში და მოსამართლე ამ შემთხვევაში არის შეუცვლელი მაგრამ მოსამართლეს ის ჯინივით უნდა ყავდეს რომელიც ყველა ქვედა დონეს, ყველა ქვედა მოიცავს და გადაწყვეტილებამდე უნდა იყოს მისული ამ შემთხვევაში და ეს გაჭედილობა რაც აგვაქვს ჩვენ გაუვალობა ასე ვთქვათ იმასე სასამართლო სისტემაში. აი მართლა კაი სიტყვა მოიფიქრე. ხო გაუვალობა არის. სასამართლო სისტემა. ხო გაუვალობა და შორის მოსამართლე მაგალითად უზენაესის მოსამართლე თქვა ეს ერთ-ერთ დავაზე სპეციალურად დავნიშნე პროცესი რომ მომისმენა მხარეებისთვისო და ადმინისტრაციულ ორგანოს ეუბნება საჯაროს აი მაინტერესებს მე ვარ ახლა ამის ადვოკატიო არა ვარ მე ახლა მოსამართლე წარმოიდგინე მე ვარ ახლა ადვოკატი და გეკითხები რა პრეტენზია გაქვს მოქალაქესთანო და რაო ნუ ჩვენო ვალდებულები ვართო ბოლომდე მივყვეთ უზენაესამდე მოვიტანოთო საქმე ანუ ვასაჭიროთ აი ზუსტად აი ვალდებულება ეს ვალდებულებაც აბსურდულია და გაუვალობას უწყობს ხელს. ანუ მოსამართლეს იმას რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს პრეტენზია მოქალაქესთან. უბრალოდ მოქალაქე მოუგო. მაგალითად პირველი ინსტანცია. ის სამ ინსტანციაში თუ არ გაყვა, ის სამსახურს დაკარგავს. აბსოლუტურად უაზროდ. ეს რაც იწევს, ეს იწევს საბიუჯეტო სახსრების ფლანგვას. ისინი არ იხდენ სასამართლოების გადატვირთულობას, მოქალაქეების უკმაყოფილებას, რაც უნიშნელოვანესია, იმიტომ რომ ახლა როდესაც დაუშვათ მოქალაქეს აქ კანონიერი მფლობელია დაუშვათ და ამ დროს არის ამ დროს ესე 5 წელი უნდა იაროს იმისთვის რომ ასეთ შემთხვევები არის ასეთ შემთხვევა იყოს ზუსტად ის კიდე ის რო არის ახლა მე შეიტანა სხვათა შორის იგივე საჯარო რეესტრს ეხება ეს და საკანონმდებლო ხარვეს ეხება ანუ საკუთრებაში რო შედის კანონიერი მესაკუთრე ვერი ხო არის დაუშვათ აი ეს ქონება იყიდა შეუძლია იმას რა ქვია რომელიმე იმას ადვოკატი იქნება თუ ვინც მესაკუთრეს დაავალოს და განუწყვეტლივ შეაქვს საჩივარი უზრუნველყოფით და ესე იგი აღადაღებენ და აღადაღებენ მე ესეთი მაგალითები ვიცი ძალიან ბევრი და მთელი კასტა შეიქმნა აი ხო იყვნენ რანტიან პარაზიტული კასტა შეიქმნა რომელიც აი მოქალაქეების ნერვების მოშლის ხარჯზე და საკუთრების უფლების უხეში დარღვევის ხარჯზე სარგებლობენ საკანონმდებლო ხარვეზით ხარვეზით და აი განუწყვეტლივ მე ეს რაში გადავიდა კრიმინალში კერძოდ გამოძალვაში აი თუ გინდა არ შევიტანო გადამიხადე ამდენი ფული და მეორე კრიმინალი კიდევ ამოუვდა ყელში ადამიანს და რატო მოკლა და მიწის ნაკვეთის გულისთვის მეზობლებმა დახოცეს ერთმანეთი აი ეს არის
როცა სასამართლოს აი ეს გაუვალობა ჭირს დავამკვიდროთ ეს. დავამკვიდრე მორჩა ჩვენ დავარქმევთ. დავარქმევთ ერთ-ერთ რილს დავარქმევთ. გაუვალობა. არა, როცა ფაქტის სახეზეა და როცა მტკიცებულება გაქვს. სოდაშორის ეს მტკიცებულება და ეს ნორმა ჩაწერილია საჯარო რეესტრის კანონში. პირდაპირ გეუბნება საჯარო რეესტრი. თუ გაქვს ეს დოკუმენტი დააკანონეო ეუბნება საჯაროს. და საჯარო რეესტრი არ გეკუთვნის, მივდივართ ახლა მოსამართლე მომენატრა მისი სახე და პერიოდი. აი, მაგ ერთი ახლა მაგალითად შემახლულებს აქვს ეგეთი პრობლემა. რა მოხდა? თავის დროზე იყიდეს, მან ორგანიზაციები რო გამოყოფდნენ მიწას გამოუყოფდნენ ორგანიზაცია მებაღეობას გამოუყვეს იმათმა ფული გადაიხადეს ქვითრები ყველაფერი თან აქვთ ანუ ოჯახმა იყიდა ესე ვთქვათ ხელი მოუწერეს ყველაფერი აბსოლუტურად თავისია ხო და საჯარო რეესტრმა რატომღაც არ დაურეგისტრირა და გადა სასამართლოში საარქივო ცნობა მოიტანეო ყველაფერი მიტანილია არა ვიცი არ დაურეგისტრირა რატომღაც არ მიგვერს არ დაურეგისტრირა ახლა რა თქმა უნდა ამან გამოიწვია რა ანუ გაგიჟებულები არიან სხვებს დაურეგისტრის ამათ არა მე ახლა სასამართლოში დაასაბუთეს ახლა ეს რომ ესე აგერ ქვითარი ბატონო აგერის კარგ ადგილზეა ის და საკმაოდ ისე დეტელმა ოჯახმა იყიდა რა. იქ საჯარო რეესტრიდან ვიღაცას მოზომილი ექნება. რაღაც მსგავსია და იქ სასამართლო არ განიხილავს და რამდენი წელი იქნება რაც არ განიხილავს თქვენ 5 წელია. აი 7 რვიანი ვიცი. აი ხო არის ახლა ესე იგი. 1900 არა დაიცა 2017 წელს შეტანილზე გამარჯობა არ ვთქვათ ჯერ ადმინისტრაციულში მოსამართლეს 2017 წელს შეტანილზე. ხო, ახლა აი კითხვას ვსვამ. აქედან გამომდინარე, მოვიდა ხელისუფლებას მივმართავ. ეს არის უპირველესი ერთ-ერთი საქმე, რომელსაც უნდა მოიწვიოთ, ესე იგი, ამ საქმის სპეციალისტები, უნდა მოიწვიოთ ასევე ღვთისმსხალობით ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი პროგრამისტები, ძალიან ძლიერი ამ სპეციალისტები, რომელიც ამას გამართავენ, ან დაეხმარებიან საქართველოს ქართულ ხალხს და დავეხმაროთ რომ ეს გაუვალობა მოირჩინოთ. სასამართლო გაუვალობა. თორე ჩვენ სულ უფრო ემგვანებით რაც გინახავს ვეგარ ნახავში რო არის იქ რო მღერიანი იქ დინარის პირას. ეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის, აი მაგას ვემგვანებით, ხო? ესე იგი ჩვენ არ ვიცი მართლა ბატონო ლევან, მე მგონი სულ ისე გაგვდის ეს დრო, ჩვენ დროის ფასი არ ვიცით, ვერ ვიტყვით, მაგრამ საინტერესო საუბარში დრო ძალიან სწრაფად გადის, სამწუხაროდ. მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თემები ამოუწურავი არის და იმედი იმისა გვაქვს, რომ ეს საუბრები გაგრძელდება და ხელისუფლების მისამართით ვიტყვით ალბათ, რომ უამრავი საინტერესო რამ ჩამოვთვალეთ. ალბათ გვისმენენ, რა ვიცი, ყველას უსმენენ და არა, Facebook-ის სტატუსებს დაძდევენ, ვის შეაგინა და მოდი ჩვენც მოგვისმინონ, მე რა არ ვიგინებით. მოგვისმინონ. სხვათა შორის თემები ამოკრიფონ. სხვათა შორის ამ გინების აკრძალვამ გამოიწვია სრული ისა რა ქვია კოლაფსი ეგრეთ წოდებულ ამ ესე თქვა არც თუ ისე ძიმე აზროვნების ხალხში ესე იგი მანდრაო ტექნოლოგია იყო ანუ გინება ხო ადამიანი ლანძღვას და გინებას ერიდება განსაკუთრებით კოლექტიურს იმიტომ რომ ამ დროს ირთვება ჩვენს გონებაში არქაული ესე იგი ქვეცნობიერი შიში მოკვეთის შესახებ ანუ ესე იგი როცა ბევრი ადამიანია 100 ადამიანი ჯგუფ-ჯგუფად ხროვად ესხმის თავს ამა თუ იმ ადამიანს ესენი არიან თითქოს მომზადებული შეიმინგის ხო ესე იგი ეს რო ესხმიან ხო ადამიანს ემართება ძალიან ძიმე ბევრი მაგალითად ინფარქტს ღებულობს რაღაც ავადდება დეპრესია რო იგინებიან თან გინება ხო რას ნიშნავს უკვე გინება ნიშნავდა უკიდურეს სოციალურ ფსკერზე დაცემას, განკვეთას ნიშნავდა, ის რო შეგინებული ხარ, მორჩენ ეს ძველი ჩვენი არქაული ის არის და საერთოდ განკვეთა, იგივე ძველ საბერძნეთში მაგალითად გაგდე ქალაქის მოქალაქეობის წართმევაში ის შემთხვევაში სიკვდილს იწვევდა. ანუ ეს იგივე სასიკვდილო განაჩენზე უარესად ითვლებოდა და არიან ტომები, რომლებიც დაუშვათ განკვეთის ან ტომი თუ გამოუტანს განაჩენს, შენ არა ხარ ჩვენი ღირსი, ადგილზე კვდებიან. წარმოგიდგენთ შოკისგან, ესე ადგილზე ადამიანს ეთიშება სასიცოცხლო ცენტრები, ანუ ეს რო წარმოვიდგინოთ და
ამ არქაულ ჩვენში არსებულ ესე იგი მოცემულობაზე არ დაფუძნებული ეგრეთ წოდებული ეს შეიმინგის ტექნოლოგია და შეიმინგის ტექნოლოგიის ინსტრუმენტი საქართველოში გახლავთ გინება ერთ-ერთი და საშინელი დეპრესია გამოიწვია ამ კანონმა. იმიტომ რომ მათ ძირითად ნესტარი წაართვეს, ესე იგი აღუკვეთეს გინების თავისუფლება. და ახლა ვიძახიან თან რომ გამოხატვის თავისუფლება შეგვიზღუდესო და როცა გამოხატვის თავისუფლება გინება და ლანძღვა და წყევლაკრულობა მიგაჩნია. ეს უკვე დიაგნოზიც არის და განაჩენიც ხო იმ ადამიანებისთვის. ძალიან ეფექტურია. სხვათა შორის მე შევესწარი ერთმანეთს დაურეკეს რომ ვაიმე ახლა შენი კომენტარი შემხვდაო იქო რაღაცა ვიღაცასო ფარშევანგი იქნებიო ერთ ადგილზე თუ გაიკეთებოდა ეხ წაშალი შქარა თორე ჯარიმაზე და გაკ თან ძალიან ტრაპათო. ხო ახლა რა კომიკურ სიტუაციაში საერთაშორის მე ახლა ჩემ თავზე არ მიყვარს დაბრალება, მაგას 5 წელია ვიძახი რომ გინება უნდა გახდეს დასჭადი სოციალურ ქსელებში. ხო, ნუ ახლა დახვრეტა ვერ იქნება, მაგრამ არა, ჯარიმა კაცო, ჯარიმა. იხადონ ჯარიმებს შეავსონ ბიუჯეტი. მე რას ვფიქრობ, დროში კი გადავაჭარბეთ, მაგრამ იქ სოციალურ ქსელში რო იგინებოდნენ ზოგს თავის სახელი და გვარიც არ უწერია და ერთმანეთს გულს იოხებდნენ და ეხლა გამოვლენ ქუჩაში დაიწყებენ. არაფერ ქუჩაში არ დაიწყებენ, ქუჩაში რა უნდა დაიწყონ, არავით ქუჩაში გინებაზეც არის. ანუ ბულინგზე ეს ყველაფერი ახლა გამოხატონ თავისი აზრი თუ აქვთ ასეთი რა თქმა უნდა უამრავი მეთოდი არსებობს აზრის გამოხატვის. მე თქვენ არა მე ვარ ნახე საქმის არ სწორად მიხვდით მძახალო. ისე უნდა გავაგებინოთ ადამიანებს. არა უამრავი ფორმა არსებობს კაცო შეიძლება თქო გამოხატონ დახვეწილობას მიეჩვევიან. ნუ დაიხვეწებიან. კარგია, მიხარია. ხო ეს გინება ხო ჩვენში განვითარებლობის ბრალი, რა? სასამართლო სტანდარტი ჯერ ასე რას აქცევენ ყურადღებას მოსამართლეები, ჯერ საზოგადოებამ არ იცის კი, ის შეიგინა, მაგრამ რა არის სტანდარტი? გამოვა დღეში 100 პროცესია, გამოვა ეგ ისა. არა, გამოვა ელზა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიწვიოთ, ხო, შეპირდი. ვის მოიწვევს სასამართლო აქ მოვა? ხო, შეპირდი, არა. თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მე უნდა მოვიწვიო ერთი გინებისთვის დაჯარიმებული, ერთი უნდა შავხედოთ არა. გინებისთვის დაჯარიმებული, ანუ ესე იგი გინებისთვის ტანჯული. ტანჯული, მარტვილი. მას აინტერესო. რა თქმა უნდა, არ მოვლენ არა. ეგ ხო პროფესიონალური მაგინებლები სოციალური ქსელი გადაიქცა რაღაც კლოაკად, სადაც მიმდინარეობდა წყევლა, კრულა და გინება. და ეს გინება ახლა როგორია გინება ხო და თანაც ჩამოყალიბდა ერთი წყება ადამიანების რომლის თავს იწონებდნენ ამ გინებით ნუ ახლა რას იწონებ ამ გინებით ეს ხო უბედურებაა ახლა ხო თანაც ხოთაშორის თავს ქრისტიანებად თვლიდნენ საჯაროდ იგინება ესე იგი მთელი ქვეყნის მოინანიებს და ეგ ინდულგენცია. ხო სპორტულ გამაჯანსაღებელი მონანიებები ეგ საერთოდ არავითარ მონანიება არ არის დიახ. ეს მონანიება სხვა რამ არის და ეს სხვა რამ არის. მაგრამ დავემშვიდობოთ მოდი ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მოთმინებისათვის, მაგრამ მე არ მგონია რომ მოთმინებაზე მიდგარიყო საქმე, იმიტომ რომ საინტერესო თემებს შევეხებ. თავს კი არ ვიქებ ახლა მართლა ეგრე არის რა გავაკეთო მე მაგალითად შეიძლება თავი შეგაწყინეთ იმით რომ ვაწყვეტინებდი ასეთ საინტერესო საუბარს ბატონ სოსოს მაგრამ ბატონი სოსო ის კაცია რომ დაიწყებს ლაპარაკს შეიძლება ექსტაზში ჩავარდე და ხანდახან უნდა ჩაეკითხო რაღაცას რომ იგზნობოდეს რომ შენ ძაკახარ მოგლედ ჩვენ დაგვჭა ბევრი საინტერესო თემა მაგალითად მოქალაქეობა გაძვირდა ჩანიშნული მაქვს და ასევე ძალიან მაინტერესებს და ერთი კიდევ შემდეგში უკვე შემოდგომისკენ რომ გადავალთ და ზამთრისკენ გადავალთ სხვა ჩვენ სეზონები გვაქვს ახლა ზაფხულის სეზონში ვართ აი ზაფხულის სეზონი რომ დასრულდება დავისვენებთ და გადავხედავთ ყველაფერს აუცილებლად მინდა ერთი ძალიან საინტერესო საკითხი საქართველოს მოქალაქეები რომლებიც გახდნენ უცხოელი სხვა ქვეყნების მოქალაქეები სხვათა შორის ეგ ერთ-ერთი ტრაგედია არის ჩვენი რა თუ არ ვიცი რა არის ეხლა ის უცხოელად აღიქმება და ისიც რომ უნდადეს ვერ ყიდულობს აქ მიწას ეგათა პრობლემაა აი საინტერესო პრობლემაა ხო და ამაზე ვიმჯელოთ ერთხელ ძალიან დიდი პრობლემაა ეგა ამავე დროს
ეს პრობლემა გადაბმულია გარკვეულ საფრთხეებთანაც, იმიტომ რომ არის ხო ახლა სახელმწიფო ისეთი რამ არის, რომელსაც არ შეუძლია საიდუმლოს გარეშე არსებობა. ღიად ყველაფერს ვერ იტყვიან. იმიტომ რომ არის დაუშვათ ადამიანები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ, იმიტომ რომ დაუშვათ აღარ ახლა ხო ერთი გამოვიდა, ერთი ვიცნობ იმას ემიგრანტი და რას ქვია არ ვუმოფთო ასე შემდეგ და ამგვარები ხო აგერა ვიდეო ჩაწერა ამ ვიდეოებმა ხო საერთოდ და ამ ლაივებმა საერთოდ მოკლედ ყველაფერი არის საინტერესო და მე ვფიქრობ რომ თქვენც ალბათ გექნებათ მე თქვენ შემოგთავაზოთ რაიმე საინტერესო თემა ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიყოთ თქვენი მასპინძელი და ვიმსჯელოთ საჭიროებო საკითხებზე და იმედი მაქვს რომ ამ ყველაფერს უსმენს ის ხალხი ვისაც ამ საკითხების გადაჭრა ევალება ჩვენ საქმეს ვაკეთებთ ჩვენ პრობლემებს ხედავთ ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ და ვიბრძვით ხმალამოღებით სადაც შეგვიძლია ეს არის სასამართლო დარბაზები მეტი ხა ჩვენ ბრძოლა არ შეგვიძლია და ვისაც აი ამ პრობლემების მოგვარება ხელ გეწიფებათ კი არა და გევალებათ დაასხედით პასტა ფურცელი აიღეთ ჩამოწერეთ და თუ რამეში დაგჭირდებით დაგვიხმარეთ თუ არა და ჩვენ აი ლაპარაკს არ გავაჩერებთ მოგბრძანეთ გელოდებით დიდი მადლობა